არასრულწლოვანთა მარცხაჯულების კოდექსის კომენტარების პირველი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია შედგა. გამოცემა მომზადებულია კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში. სახელმძღვანელო შექმნილია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მარცხაჯულების სფეროში ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკის გაუმჯობესებას. პროექტი მხოლოდ მოსამართლეების ავტორობით შეიქმნა და მთავარი იდეაც ეს იყო, რომ სწორედ მოსამართლის პერსპექტივიდან მიგვეწოდებინა დაინტერესებული საზოგადოებისათვის იმ ნორმების ინტერპრეტაცია, რომელიც გამოიყენება არასრულწლოვანთა მარცხაჯულებაში. საკმაოდ ხანგრძლივი და მოცულობით სამუშაო გავწიეთ 2 წლის განმავლობაში. ეს არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი. პროექტმა გაიმარჯვა ფუნდამენტური კვლევების კონკურსში და 500 პროექტ შორის ერთ-ერთ გამარჯვებულ პროექტად დასახელდა. ეს იქნება პრაქტიკული სახელმძღვანელო ძირითადად ასე ვთქვათ მოსამართლეების თვალსაზრისით დანახული არასრულწლოვანთა მარცხაჯულება და ასევე ის პრაქტიკული მაგალითები, რაც ასე ვთქვათ ჩვენს პრაქტიკაში განვიხილეთ და ვფიქრობ, რომ ეს სახელმძღვანელო ძალიან დაეხმარება როგორც სტუდენტებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს მათ საქმიანობაში, როდესაც შემხებლობა ექნებათ არასრულწლოვანთა მარცხაჯულებასთან.